თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება 34 შეკვრად დაფასებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ყონა განთავსებული, ხოლო ამოღებული ჰაშიშის რაოდენობა 20 შეფუთვაში ადგინა. ნარკოდანაშაულის ბრალდები დიდი ბრიტანეთის მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვასა და საქართველოში უკანონო ჩემოტანა შედება. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩამოფრინდა რეისი შარჟა თბილისი, რომლის დროსაც ვახორციელებდი აღნიშნული თვითმფრინავის ბარგის დათვალიერებას რენტგენულ სკანერის საშუალებით, ერთ-ერთი ჩანთა მივიჩინეს საეჭვოდ შიგთავსიდან გამომდინარე და მოვახდინე ამ ჩანთის დასტიკერება საბაჟო სტიკერით, რაც გულისხმობს მის შემდგომ ფიზიკურ დათვალიერებას მგზავრთან ერთად ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, წონით 12 კილოგრამი და 500 გრამი და ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში, წონით 2 კილოგრამი და 110 გრამი.